რეზიდენტურა მომავალი ექიმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გადამწყვეტი ეტაპია. უდიდესი პასუხისმგებლობებს, დაძაბული შრომისა და უწყვეტი სწავლის ეტაპი. ეს არის საექიმო მომზადების აუცილებელი საფეხური, რომლის გარეშე კურსდამთავრებული ვერ მიიღებს ექიმის კვალიფიკაციას და დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლებას. რატომ გადავწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი? იმიტომ რომ რეზიდენტურის გარეშე ვერ გაიზრდებიან კვალიფიციური ექიმები. ექიმები, რომელსაც ხვალ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ვანდობთ. რა რეალობაში უწევთ მუშაობა ახალგაზრდა ექიმებს და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში სარეზიდენტო პროგრამა? რატომ ირჩევს სულ უფრო მეტი მომავალი ქართველი ექიმი რეზიდენტურის უცხოეთში გავლას? ამაზე სტუდიაში ნევროლოგიის ეზეთი ნინო ჯალაღონია გვესაუბრება. ცოტა ხანში კი შემოგვიერთდება გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ამერიკაში, ატლანტაში, ველსტაკოვის კლინიკაში შინაგანი მედიცინის რეზიდენტია და მოვისმენთ მის პერსპექტივას. ნინო, გამარჯობა. ჩვენი თემა რომ დავიწყოთ და გავხსნათ, რომ მოგვიყვეთ როგორი არის საქართველოში რეზიდენტურის სისტემა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინაიდან გააჟღერეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძალიან სადგევარი თემა, რაც გვაწუხებს რეზიდენტებს და გარდა ამისა თვითონ სამედიცინო უნივერსიტეტის და ფაკულტეტის დამთავრებულ სტუდენტებს. რეალურად მოთხოვნა ძალიან დიდია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუდენტი ამთავრებს უნივერსიტეტს, არსებობს ძალიან ბევრი სამედიცინო ფაკულტეტი და შემდგომში ხდება ისე, რომ ადგილები არის ძალიან მცირე და შესაბამისად ბევრი ძალიან ესეთი ჭკვიანი, მართლა კარგი სტუდენტი რჩება ადგილის გარეშე. რეალურად დაფინანსება არ არსებობს რეზიდენტურის პროგრამებში არსად. ერთადერთი შეიძლება რამდენიმე კერძო რეზიდენტურას მქონდეს, ანაზღაურება არის შედარებით უფრო დაბალი, უბრალოდ გადასახადი არის ძალიან დაბალი. 150 ლარამდე არის თვეში გადასახადი სახელმწიფო შემთხვევაში, თუმცა უკვე კერძოებში დაახლოებით 400 და უფრო მაღალი არის თვეურად გადასახადი. და სტუდენტები არ მუშაობენ, ხო? პარალელურად თუ უნდა იმუშაონ და შეძლონ სწავლის გადახდაც რეზიდენტურაში ყოფნით. მაგრამ რადგანაც გადასახადი გაქვს ყოველთვიურად, გიწევს არა ერთ ადგილას, არამედ 2 და 3 ადგილასაც მუშაობა. შეიძლება ეს არ იყოს შენთან პროფესიულადაც კი დაკავშირებული, თუმცა შეძლებული ხარ და ეს ნაბიჯი გადადგა. შენი აზრით, ამდენად შეიძლება ეს აისახოს იმ კლინიკურ გამოცდილებაზე, რომელსაც იღებენ ეს აპლიკანტები? ამდენად შესაძლებელია, რომ თან ჩადოის მორიგეობების საათები კლინიკაში და პაციენტებთან დრო გაატარო, როცა გიწევს მუშაობა 2 და 3 ადგილას სამადროულად. ჩემი აზრით, ხარისხი, რა თქმა უნდა, ეცემა, ვინაიდან რეზიდენტს უწევს რაღაც რამდენიმე ადგილას მორიგეობა და ღამეების გათენება და ეს მის ყოველდღიურობაზე აისახება და მის ფუნქციონირებაზე, ხო, შესაბამისად ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. მუშაობა, რეზიდენტურა, სწავლა, ყველაფერი ერთად წარმოუდგენელი რეალობა არის სტუდენტებისთვის და ხარისხსაც მინდა კითხოთ გარდა იმისა, რაც ახსენეთ, რომ რამდენად არის ესეთი შესაძლებლობა, რამდენად ეძლევათ რეზიდენტურებს, რომ პირობითად დამოუკიდებლად გასინჯონ პაციენტი, რაღაც დამოუკიდებლად იყვნენ ჩართული სწავლაში და საერთოდ ეს როგორი სტრუქტურაა უშუალოდ სწავლა. რა თქმა უნდა, ახსენეთ სწორი მეთვალყურეობის ქვეშ ყველაფერი. გააჩნია როგორ გაუმართლებს რეზიდენტს, როგორი ხელმძღვანელი ეყოლება, რამდენად იქნება ნამდვილად მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ადამიანებს, რომელსაც მაგალითად არ გაუმართლათ და არიან ესეთი ძალიან ბევრი, რომელსაც ხელმძღვანელი ალბათ ამ 3 და 4 წლის განმავლობაში, როდესაც რეზიდენტურას გადიან, შეიძლება 2 და 3 ჯერ ყავდეთ მხოლოდ ნანახი. რეალურად არ ხდება მეთვალყურეობა და ანუ თითქოს ერთი მხრივ ხელს გიწყობენ, რომ შენ თუ შენ საქმეს აკეთებ და მაგალითად გაქვს შენი სამსახური, კი ბატონო, იმას მიხედეთ და ჩვენ რაღაცნაირად ესე შეგიწყობთ ხელს, მაგრამ ეს არ არის ხელისაწყობა, ვფიქრობ, თუ შენ ამაში რაღაც გარკვეულ გადასახადს იხდი, პირიქით უნდა გქონდეს ის შესაბამისი უკავშირი, ხო? რაც შეეხება ახსენეთ, შენ თავად ყავდა ძალიან კარგი ხელმძღვანელი, რომელიც ცოდნას გიზიარებდა და გასწავლიდა ამ დროის განმავლობაში, თუმცა და ამას არა მარტო შენ, არამედ არაერთი სხვა აპლიკანტიც ამბობს, რომ მათი უშუალოდ კურატორი ექიმი და პროგრამა იყო ის დღეზე, რის გამოც ეს სფერო მათ შეუყვარდათ და ისევ სურთ ამ სფეროში მოღვაწეობა. მე როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ რეზიდენტებს შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან, ამ საკითხზე ძალიან აქტიურად ისაუბრეს, ну არა მარტო ამაზე, არამედ სხვა პრობლემებზეც. მათგანაც იყო უკავშირი, რომ კი ბატონო, ჩვენ ჩავერთვებით ამაში და აუცილებლად გავაკონტროლებთ ამ მიმართულებას, თუმცა სამწუხაროდ ამ მხრივ ცვლილებები არ არის. უფრო ვფიქრობ, უარესობისკენ მიდის, ვიდრე უკეთესობისაკენ.
პრეზიდენტის ჩივილი საქართველოში რაც დღესაც მოვისმინეთ არის სტრუქტურირებული განათლების ნაკლებობა რიგ პროგრამაში. Რა თქმა უნდა არსებობს კურიკულუმი, თუმცა საკმარის ცოდნის და გამოცდილების დაგროვება საკმაოდ რთულია ქართულ პროგრამებში. Ჩვენი გამოცდილება როგორია და რა პრაქტიკა არის ამერიკაში? ალბათ აქ ძალიან ცოტა რეზიდენტურის პროგრამა თუ მოიძებნება, სადაც არ აქცევენ რეზიდენტებს ყურადღებას და ვიტყოდი რომ თითქმის არ არსებობს ეგეთ პროგრამას დახურავ. აქ რა თქმა უნდა ძალიან დიდ ინვესტიციას აკეთებს ყველა ჰოსპიტალი იქნება თუ კლინიკა, ორივე შემთხვევაში, რომ რეზიდენტებს მისცენ განათლება, იმიტომ რომ როცა ვამთავრებთ რეზიდენტურას და ვაბარებთ სალიცენზიო გამოცდას, უკვე საბოლოო სალიცენზიო გამოცდას, იმ გამოცდაში ჩაბარების მაჩვენებელი პროცენტობა განსაზღვრავს პროგრამის წარმატებულობას. გიორგი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ამ პროგრამების დაფინანსება. როგორ ფინანსდება ამერიკაში სარეზიდენტო პროგრამები? ამას კლინიკა აკეთებს თავად თუ სახელმწიფო ეხმარება ამაში და რა ინტერესები აქვს კლინიკებს, რომ რეზიდენტები მოამზადონ რაც შეიძლება კარგად და მასში დიდი რესურსი დახარჯონ. პროგრამები ჰოსპიტალი, რომელსაც აქვს რეზიდენტურის პროგრამა, ამ პროგრამიდან ძალიან დიდ შემოსავალს იღებს. სახელმწიფო აფინანსებს ჰოსპიტალს, რომელსაც აქვს რეზიდენტურის პროგრამა და თითო რეზიდენტზე უხდიან საკმაოდ დიდ რაოდენობა თანხას. ადამიანი, ვის ჩართულია რეზიდენტურის პროგრამაში, ექიმი იქნება ეს თუ კოორდინატორი, ანუ ყველა ძალიან უყვარს თავის საქმე და ეხლა შენს დამეთანხმებით ლევან, ვიცი რომ მუშაობ ლექტორად, რამდენად სასიამოვნოა, როცა უზიარებ ადამიანს შენს ცოდნას. ინსულტის შემდგომ ყოველი 3 პაციენტიდან 2-ს მეტყველების დარღვევა, ანუ დიზართრია აღენიშნება. მოგესალმებით, ლევან ნინი, მეცნიერებმა მართლაც რომ რევოლუციური ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც უწოდეს ჭკვიანი ყელის სისტემა. ეს არის ინოვაციური ტარებადი მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინსულტის, თავის მძიმე ტრამვისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემდგომ დაუქვეითად სრულებითა ნაწილობრივ საუბრის ფუნქცია და უნარი. უნდა ვიკითხო დიზართრია ახსენე წარდგენის დროს და დიზართრიის მქონე პაციენტები რას ნიშნავს დიზართრია რომ მოგვიყვება მეტი და გაყურებელს. პაციენტები კარგავენ უშუალოდ სამეტყველო კუნთების კონტროლს. ეს არა მარტო ინსულტის შემდგომ არის ძლიერი თავის ტრამვებით იწვევს ამ ყველაფერს, როგორც არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებები და ამ პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა ძალიან. ზუსტად ამ პრობლემას აგვარებს ლევან აღნიშნული ტექნოლოგია, რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის თბილი, მსუბუქი ელასტიური ყელსაბამი, რომელიც ადამიანის ყელზე, კანის ზედაპირზე თავსდება და ამ ტექნოლოგიის მთელი ინოვაციურობა და უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მასში ჩაშენებული არის მაღალტექნოლოგიური სენსორები, რომელიც ყელის კუნთების ვიბრაციასა და მოძრაობას აფიქსირებს და მას გარდაქმნის, ერთგვარად თარგმნის სიტყვებად და წინადადებებად. როგორც ახლახანს ვისაუბრეთ არსენთან ერთად, მეტყველების უნარის დარღვევა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ განვიხილეთ პოსტინსულტური აფაზია და დიზართრია, თუმცა მეტყველების დაავადების სპექტრი ძალიან ფართოა და ბოლო ტენდენციით ბავშვებში სხვადასხვა ტიპის მეტყველების აშლილობათა რიცხვი იზრდება. ამ პრობლემის კორექცია მოითხოვს დროულ ვიზიტს მეტყველების თერაპევტთან და ეფექტურ მკურნალობას. ამ დაავადების მახასიათებლებზე სხვადასხვა ტიპის მეტყველების თერაპიის სპეციფიკაზე და მეტყველების პრობლემებთან ასოცირებულ სტიგმაზე დღეს მეცხრიტუბში სტუმრად მეტყველების თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ ლოგომედის ხელმძღვანელი ეკატერინე ჭავჭავაძე მოვიწვიეთ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. დღეს ხაბოდანაკა ძალიან მიხარია დღეს გვესტუმრეთ. საქართველოში საკმაოდ არის გახშირებული დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, რომ მაგალითად კოვიდამდე თუ ყოველ მე-12 ბავშვი იყო წერა, კითხვა, წაკითხული შინაარსის გაგებასთან დაკავშირებული პრობლემები, კოვიდის შემდგომ ყოველ მე-5 მე-6 ბავშვია უკვე ეს. დისტანციურმა სწავლამ მოიტანა ეს მომენტი, გარდა ამისა, კოვიდის დროს იყო ეკრანთან დიდი მიჯაჭვულობა, კიდევ უფრო დიდ დროს ატარებდნენ ბავშვები ეკრანთან და საბოლოოდ ეს ბავშვები ყველანი შემდგომ იყრიან უკვე ჩვენთან თავს, იმიტომ რომ დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები საფუძველს ასევე წარმოადგენს ფონემური ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. ანუ სიტყვის შინაარსობრივ ანალიზს ვერ აკეთებს ბავშვი, შინაარსი ვერ გამოაქვს და წაკითხულიც მისთვის გაუგებარი ჩნდება. ეს მთელ საქართველოში ერთნაირადაა. არსებობს ცნება, ეწოდებული კოვიდის ბავშვები, რომლებიც ამ პერიოდში იზრდებიან და აქვთ არაერთი პრობლემა, ახსენეთ მეტყველების დარღვევები, თუმცა ასევე პრობლემა აქვთ დასწავლის მხრივ და ასე შემდეგ. თქვენ თუ ხედავთ ამ ცვლილებას კოვიდის პანდემიის შემდგომ თქვენ პაციენტებში?
კი, ეს თვალსაჩინოა. ეს ცვლილება არის თვალსაჩინო და აშკარა. აი ესეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს ბავშვები ყველა რაღაც ერთ მიკროგარემოში იზრდებოდნენ. ბგერების და ფონემური ჯგუფების დამახინჯებაც კი ერთნაირი აქვთ და თითქმის ყველასთან აღინიშნება დასწავლასთან დაკავშირებული სირთულე უშუალოდ გამოხატული წაკითხვასთან და შინაარსის გამოტანასთან. მათემატიკაში კარგად არიან, ანუ არითმეტიკული მოქმედებები კარგად გამოსდით, მაგრამ აი ის რაც ცოცხალ ურთიერთობას ითვალისწინებს, ლექსიკური მარაგის პრაგმატულ ფლობას, პიროვნულ სოციალური უნარების აქტიურად განხორციელებას, აი კოვიდის ბავშვებში ეს ყველაფერი უკვე ძალიან თვალსაჩინოა. ერთ-ერთი მთავარი ასაკრესაც მეტყველების დარღვევები იჩენს თავს არის რა თქმა უნდა ბავშვობა და ყველა მშობელს აქვს ის შფოთვა ალბათ ან ნერვიულობა რომ რაიმე ცვლილება მეტყველებაში ან დაგვიანებული დაწყება მეტყველების ან რაიმე სპეციფიური გამოთქმა ასობგერების ხომ არ არის საყურადღებო და მეტყველების დარღვევას ხომ არ ნიშნავს ხომ არა დრო ექიმს ესტუმრეთ უკვე რა ტიპის მიღწევები არის აუცილებელი რომ ბავშვმა გაიაროს ეს დისტროს მეტყველების მხრივ და რა ტიპის დარღვევა არის უკვე აუცილებლად საყურადღებო დიახ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კომუნიკაცია, ენა და მეტყველება. ანუ იმისთვის, რომ ჩვენ ავმეტყველდეთ, ამისთვის აუცილებელია პირველ ყოვლისა კომუნიკაციური უნარები განვითარდეს, რაც თავის მხრივ ენობრივ უნარებს ანვითარებს, ან იმას თუ რას მეუბნებიან, როგორ მეუბნებიან, რა უნდა მოყვეს შედეგად ამ ნათქვამს და შემდეგ იწყება უკვე მეტყველება. სადღაც წლის ასაკში პირველი სიტყვები უნდა გაჩნდეს და ამასთანავე საყურადღებოა, რომ ამ სიტყვებს უნდა ქონდეს პრაგმატული მნიშვნელობა. აი ეკრანიდან ზოგჯერ ბავშვის ლექსიკური მარაგი არის ვითომ და ესეთი ფსევდო, რომელიც აკმაყოფილებს ასაკობრივ ნორმებს, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ამ ლექსიკური მარაგის ფლობა. ერთეული მარტივი სიტყვებით საუბარს სპეციალისტს უნდა ვაჩვენოთ. თუ აქვს რაღაცა გარკვეული ტიპის ლექსიკური მარაგი, რომელსაც ასევე ვერ იყენებს, ასევე სპეციალისტი გვჭირდება და არ დაველოდოთ იმას, რომ ნუ დაიწყებს, ეს გადაღებული ლოდინის წლამდე არ შეიძლება და არის მეორე ნაწილი, თქვა, ერთია როცა ბავშვი აგვიანებს მეტყველებას და უნდა გამოვრიცხოთ ბევრი რამ, განსაკუთრებით ნეირობიოლოგიური დარღვევები, რომელიც ასე გახშირდა უკვე ამ ბოლო დროს და მეორეა მეტყველებს ბავშვი, მაგრამ რამდენად ხარისხიანად მეტყველებს. აი ამას უკვე უკვირდებით 4 წლის ასაკისთვის. ღვიძლის დაავადებები, როგორიცაა ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ციროზი და ღვიძლის ონკოლოგიური დაავადებების პრობლემების სერიოზულობიდან გამომდინარე, მუდმივ მასშტაბურ კვლევებს საჭიროებს, რომ მკურნალობის ახალი და უფრო ეფექტური საშუალებები ინახოს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ჯეო ჰოსპიტალსის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება მის ინიციატივაზე სახელად Liver Research Network-ი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევების პრაქტიკულ მედიცინაში გადატანას. ბატონო ლევან, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირდაპირ კითხვაზე გადავალ, იმიტომ რომ საინტერესო სტარტაპია და გითხავთ, როგორ გაჩნდა საერთოდ იდეა ამ ყველაფერს დაწყების. მისი ტრანსლაცია პრაქტიკულ მედიცინაში მოითხოვ ძალიან დიდ დროს, შრომას, დამტკიცებებს და ასე შემდეგ. გადავწყვიტეთ შეგვექმნა სისტემა, ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა გაცილებით მოქნილი, არის არამომგებიანი ორგანიზაცია, იმიტომ რომ დაფინანსება გრანტების სახით უფრო ადვილია არამომგებიანი ორგანიზაციებისთვის, თუმცა ინვესტიციებს და ინვესტორებს არ გამოურიცხავთ და ამ წუთში ინტენსიურად მუშაობთ საჭირო ინვესტორის მოძიებაზე და გვაქვს რამდენიმე შემოთავაზებაც. და რა მოხდა, რა არის საინტერესო, იცით რომ მაგალითად ამერიკელი პარტნიორი, რომელიც ჩვენ გყავს, ეს არის Prognosis Innovation ესეთი კომპანია, გვინდოდა რომ ეს ორგანიზაცია შეგვექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ გაცილებით ადვილია, როდესაც ამერიკელი ორგანიზაცია ხარ, ამერიკელისგან და ყველა დიდი ფული მაინც ტრიალებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ყველა უმრავლესობა მეცნიერებისა ცდილობს იქეთ მოხდეს. შესაბამისად ადვილია იქიდან თითქოს დაფინანსების მოპოვება, მაგრამ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორმა, რომელიც Wall Street-ის ტრენერი იყო თავის დროზე ბიზნეს სტარტაპებში, პირდაპირ გვირჩია, რომ დაგვეფუძნებინა საქართველოში, იმიტომ რომ ეს რეგიონი არის შეუსწავლელი, არის ძალიან დიდი პოტენციალი. მართალია დღეს მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია არასტაბილურია ძალიან, მაგრამ ყველაფერი ეს დამთავრდება მალე. ყოველ შემთხვევაში ბიზნესმენი ესე ფიქრობს და ამის შემდეგ ძალიან დიდი ინვესტიციების განხორციელება მოხდება იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ.